გუშინ თბილისში ოფიციალურად დაიწყო ძუძუს კიბოს პრევენციის ერთთვიანი კამპანია და გუშინვე გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მიწვეულნი იყვნენ მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები გაეცნენ იმ ღონისძიებებს, რომლებიც სწორედ ერთი თვის განმავლობაშია დაგეგმილი. დღეს კი უკვე ამ ღონისძიებების შესახებ ჩვენთან სტუდიაში ისაუბრებენ ჩვენი სტუმრები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამ ჯაში, გამოდილა მშვიდობის, საქართველოს აღჯევასრულების პრობაციის და იურიდიული საკითხების დახმარების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირის ჰერას დირექტორი მარიკა დავითულიანი და ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი, რომელიც აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ კამპანიაში. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ ყველას და მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საინტერესო კამპანიის შესახებ, რომელიც დღეს იწყება, ხო? სემინარია დაგეგმილი. რა მიეცემეთ ჟურნალისტები, რას მიიღებენ ამ სემინარიდან? დღეს დაგეგმილი არის 3 საათზე სემინარი ჟურნალისტებისთვის, სადაც ჟურნალისტებს მიეწოდებათ ინფორმაცია ზოგადად სარძევი ჯირკვლის კიბოს შესახებ, ავადობის, ასევე სიკვდილიანობის შესახებ, ასევე პრევენციის მეთოდებზე, რეალურად რა პროგრამების სერვისები მიეწოდებათ დღეს საქართველოში ქართულ ქალბატონებს. და ასევე სტიგმასთან დაკავშირებით, რაც არის დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალური, ძუძუს კიბოსთან დაკავშირებული სტიგმა და ასევე იქნება აქცენტი გაკეთებული მასეთ, რომ მასმედიის საშუალებით იყოს სწორად გაშუქებული ინფორმაცია სარძევი ჯირკვლის კიბოს შესახებ, ვინაიდან ეს სტიგმა ჩვენს მოსახლეობაში არ გაძლიერდეს, პირიქით ჩვენს ქართულ ქალბატონებს გარკვეულწილად მოიხსნათ სტიგმა, რომ მათ იცოდნენ, რომ ნაადრევი მიმართვიანობის და ნაადრევი გამოვლენის შემთხვევაში სარძევი ჯირკვლის სიმსივნე არის განკურნებადით და შესაძლებელია სიცოცხლის გახანგრძლივება და გამოჯანმრთელება. ჟურნალისტების ინფორმირებულობა სწორი მიმართულებით ალბათ უმნიშვნელოვანესია. ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ გვეყოლება დღეს მოწვეული გადარჩენილ ქალბატონთა კლუბი, ქალბატონები, ვინც დაავადებული არიან ამ დაავადებით და ისინი თავისი მაგალითით და თავისი შეძლებენ უკვე ესაუბრონ ჟურნალისტებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მათ მიერ სწორად ინტერპრეტირება ამ დაავადებაზე ინფორმაციის. შემდეგი ღონისძიება, რამდენადაც ვიცით, გაიმართება 5 ოქტომბერს, სადაც უკვე სახელგანთქმული სუხიშვილები მიიღებენ მონაწილეობას ამ კონცერტს, სწორედ თქვენ გამართავთ თქვენი ხელმძღვანელობით ანსამბლი სუხიშვილები. ვიცით ასევე, რომ მე-17 დაწესებულებაში, რომელიც რუსთავში მდებარეობს, იქაც გქონდა თქვენ გუშინ კონცერტი. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად სუხიშვილებისთვის მსგავს კამპანიაში ჩართვა? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩაბმული ყველანაირ საქველმოქმედო საქმიანობაში, თანამშრომლობთ ბევრ ფონდთან, საქველმოქმედო ფონდებთან, ჩვენიც გაგვაჩინეთ ენგი სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი და აქტიურად ჩავებით არასამთავრობო ორგანიზაცია ჰერამ შემოგთავაზა მონაწილეობა კონცერტის გამართვით, სიამოვნებით ჩავერთეთ ამ ღონისძიებაში. თან ჩვენ დღეს გვაქვს კონცერტი რუსთავში, მე-17 კოლონიაში და მე-17 დაწესებულებაში, 2 კვირის წინ ქონდა ქსანში და მაქსიმალურად ვთილობთ, რომ ყველანაირად გვერდზე დაუდგეთ როგორც პატიმრებს, ასევე ჩვენ მოქალაქეებს, ასევე ადამიანებს, ვისაც თანადგომა ჭირდება, ეს ჯანმრთელობის იქნება თუ მორალურად და მაქსიმალურად ვთილობთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა ყოველგვარ ასეთ ღონისძიებებში და საქველმოქმედო საღამოებში. ამ ყველაფერს ის მოწმობს ნამდვილად, რომ სუხიშვილები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად ხართ ჩართული ძალიან ბევრ საქველმოქმედო აქციაში. ისასამებელი ნამდვილად და იმედია მაგალითს აიღებენ. არჩილ შაბათს აპირებთ ქალთა კოლონიაში მისვლა სტუმრობას, როგორც ვიცით და ქალების შემოძრება მოხდება თავისთავად, ხო? და კიდევ რამე არის დაგეგმილი მათთან დაკავშირებით. როდესაც საქმე ეხება სარძევი ჯირკვლის კიბოს და მის პრევენციას, მე ვიტყოდი, რომ სტატუსში ქალი პატიმარი გაცილებით მნიშვნელოვანი არის ქალი, რადგან თავისუფლების აკვეთა არის დროებითი და ეს ქალები არიან საზოგადოების ნაწილი, ხოლო კიბოს პრევენცია არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა. ამიტომ ამ კამპანიაშიც პენიტენციური სისტემა ჩაერთვება როგორც სრულფასოვანი წევრი და იმ საზოგადოების, ასე ვთქვათ, პატრონი, რომელიც ახლა არის თავისუფლების აკვეთაში, რომელიც ერთ დროს დაბრუნდება და უბრუნდება საზოგადოებას. აქამდე მინდა გითხრათ, რომ
ამ პრობლემის მიმართ ძალიან ფრაგმენტული მიდგომა იყო, არც კი ვიცით თქვათ რამდენი ქალი პატიმრობაში თქვათ იკეთებს თვითგასინჯვას, რამდენად იცის საერთოდ, როგორ კეთდება თვითგასინჯვა, რა რისკებია, რომელიც იწვევს სარძევე ჯირკვლის კიბოს, ასევე მათ ქონდათ თუ არა საშუალება რომ მამოგრაფია გაეკეთებინათ, როდესმე კლინიკური გამოკვლევები გაეკეთებინათ. საბედნიეროდ დღეს არც ერთი პაციენტი არ გვყავს ჩვენ ინტენსიურ სისტემაში ქალბატონებს შორის, ვისაც აქვს დიაგნოზი სარძევე ჯირკვლის კიბო და ალბათ ეს არის კარგი სტარტი, რომ 12 ოქტომბრიდან დაიწყოს სკრინინგი, როდესაც ყველას ჩაუტარდება ეს გამოკვლევა და ყველა გაიგებს, თქვათ, როგორ უნდა აიცილოს თავიდან მომავალში გართულება, რაც სარძევე ჯირკვლის კიბოს უკავშირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ კამპანიაში მონაწილეობა, იმიტომ რომ დღეს იცვლება დამოკიდებულება, იცვლება სტერეოტიპები, პატიმრები აღარ არიან მეორე ხარისხოვანი ადამიანები, მათ აქვთ ჯანდაცვაზე იგივე ხელმისაწვდომობა, როგორც სხვა მოქალაქეებს და ქვეყანაში ერთხელ სამუდამოდ მკვიდრდება კულტურა, რომ თავისუფლების აღკვეთა არ ნიშნავს, ასე თქვათ, ჯანმრთელობის აღკვეთას, არ ნიშნავს სიცოცხლის აღკვეთას. ეს არის მათი უფლება და ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ მათ ჩაუტარდეს სრულფასოვანი გამოკვლევები და მიიღონ ინფორმაცია. მარიამ, რა კეთდება კიდევ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ ღონისძიებების გარდა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზარდოს? ზოგადად მოგახსენებთ, რომ სარძევე ჯირკვლის პროგრამა, კიბოს პრევენციის პროგრამა 2005 წლიდან იღებს სათავეს. პირველად დაიწყო სკრინინგის პროგრამები, რომელიც უფასოდ მიეწოდება ქალბატონებს 40-დან 70 წლამდე ასაკში. პირველად თბილისში იყო ინიცირებული ეს პროგრამა და შემდგომ გაფართოვდა დღეს საქართველოს 21 ქალაქის მასშტაბით ჩვენ ქალბატონებს აი მასაკობრივ ჯგუფში თავისუფლ უფასო გამოკვლევას, ანუ სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგს. გარდა ამისა, მოგახსენებათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყეთ ივლისში, რომელიც ასევე ითვალისწინებს გარკვეული ლიმიტის, 12,000 ლარის ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსებას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის. ამდენად სახელმწიფო ნებისმიერ ქალბატონს თავისუფლს მინიმალურ ფინანსურ გარანტიებს, რომ თუ კი მოხდება თუნდაც დიაგნოსტირება სარძევე ჯირკვლის კიბოსი მკურნალობისთვის მათ ეძლევათ საშუალება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. აქვე რამოდენიმეჯერ გაჟღერდა და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი მედიცინის მიღწევებით ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა 98% არის განგურნებადი. ამდენად ადრეულ ეტაპზე გამზრდნას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა და სწორედ აი მსგავსი კამპანიების საშუალებით ჩვენ ვცდილობთ, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ საზოგადოების ყურადღების და მით უმეტეს, როდესაც წამყვანი დასები გვიდგან ამ გვერდით მოსახლეობის თქვა ცნობიერების დონის ამაღლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე აღნიშნავ, რომ USAID და UNFPA, ანუ გაეროს მოსახლეობის ფონდი, გახლავთ სახელმწიფო პროგრამების ძირითადი თანადამფინანსებელი ორგანიზაციები და მე უბრალოდ მინდა ვისაგებო თქვენი ეთერის საშუალებით და მადლობა გადაუხადოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. აქვე მოგახსენებთ, რომ თავარი აქცენტი მომავალ წლებში იქნება გადატანილი მაქსიმალურად სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. თუ კი დღეს 21 ქალაქში არის გაშლილი ეს სერვისი და რა თქმა უნდა ეს უკვე დიდი მიღწევა და თუ კი დღეს თუნდაც 2013 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით უკვე 15,300 ქალბატონს ჩაუტარდა უფასოდ სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი, მაინც დღევანდელი მონაცემებით მოცვა პროგრამით არის ძალიან დაბალი. ანუ სამიზნე პოპულაციის მხოლოდ 6% იტარებს სკრინინგულ, ანუ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის აღიარებული როგორც ყველაზე ეფექტური მიდგომა ადრეული დიაგნოსტიკის და შემდგომი მკურნალობის. რატო ამას ვარ უფრთხიან, რატო? აი სწორედ ეს მინდოდა მეკითხა ქალბატონი მარიკასთვის, უამრავი მცდელობა არსებობს, რომ აი ადრეული სკრინინგის შესახებ ქალბატონებს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, ხო? ეს არის გარანტია
მარტივია დაავადების შემდგომი გართულების თავიდან აცილებისთვის. ისევ ქართულად უდგებიან ქალბატონები ბჭყალებში რო ვთქვათ ამ საკითხს, უფრთხიან თქვათ ყველანაირ ადრეულ დიაგნოსტიკას, როგორია მდგომარეობა დღესდღეობით ამ მიმართულებით? ამ მიმართულებით გეთანხმებით საქართველოში დღესდღეობით საკმაოდ ძლიერი არის სტიგმა სარძევე ჯირკვლის კიბოს მიმართი. ყველას ეშინია, მათ ეშინიათ დაავადების და თვლიან რომ ეს დაავადება უკვე სასიკვდილო განაჩენი არის და გამოსავალი არანაირი არ არსებობს. გარდა ამისა, მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დაბალია ინფორმირებულობის და განათლების დონე, მაინც რომ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაადრევი გამოვლენის მეთოდები, ძუძუს თვითგასინჯვა, კლინიკური გასინჯვა და მამოგრაფია, რასაც სახელმწიფო პროგრამების საშუალებით აწარმოებს კლინიკური პროგრამა. აქედან გამომდინარე, მათ არ იციან რაოდენ მნიშვნელოვანია დროულად და რეგულარულად ჩაიტანონ ეს სერვისები. ჩვენი კამპანიაც ემსახურება ყველა ღონისძიება, საქველმოქმედო კონცერტი, ჟურნალისტებთან სემინარი და ასევე რაც მთავარი ღონისძიება მარათონის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც ჩატარდება 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული, რომ კიდევ ერთჯერ ჩვენმა მოსახლეობამ გაითავისოს რაოდენ მნიშვნელოვანი არის დღეს ეს პრობლემატიკა და რაოდენ მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგონ ნაადრევი გამოვლენის მეთოდები. იმედია სწორედ ამ ღონისძიებების გამართვის შემდეგ აუცილებლად მიიღწევა შედეგი, რომელიც ჩადებულია ამ ერთვიან კამპანიაში. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და იმისთვის, რომ ესეთ კარგ საქმეს ემსახურებით. განათლებიერები ქალბატონები აუცილებელია და მოვლენ ნამდვილად 13 ოქტომბრიდან დაიწყება ეს ყველაფერი. დიდი მადლობა. ქრონიკას დავუთმოთ, რომ რადგან 9 საათი შესრულდა ამ ასობაში, ჩვენ კი ქრონიკის შემდეგ ისევ დავბრუნდებით. იმედის